ძალიან გამიბროზდებიან ჩემი მაყურებლები და ვიფიქრე რომ აუცილებლად უნდა გამოჩენილიყავი დღეს, თორემ უკვე მეტიტონაც უცხოენია თქვენს წინაშე მეგობრებო. მოკლედ მოვედით ხატვიდან, ცეკვიდან, ვიყიდეთ ფეხო, აქ უნდა გავრეცხო და გავატარო შაქართან ერთად. აქ არის ზუსტად 3 კილო. და თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა და ალბათ ყველა მიცით. კარტაში ვიყიდეთ ძალიან ორლარად, იყო ცოტა გაშავებულებიც და კარგებიც და ამოარჩიე. ბავშვებმა შეუკვეთეს რაღაცები თემუდან, საახალწლო რაღაცა განათებები, რაღაცა სათამაშოები, ნუ მოკლედ ზუსტად არ ვიცი მე თვითონაც რები შეუკვეთეს იმით ვთქვათ. ასე რომ ერთად ვნახავთ მე, ამ დღეებში ჩამოვახვა ზეგ არ ვიცი, ახლო მომავალში. უკვე ახლოს არის ბავშვებმა დღეისთვის, ანუ პარასკევობით გვაქვს ესეთი პატარა ოჯახური ტრადიცია. მე და ბავშვები ერთად ვუყურებთ რამე საბავშვო საინტერესო ფილმს ან მულტფილმს, ნუ რაღაც ის კომედიას ან მულტფილმს და დორიტოსი გვაქვს კიდე ფეხო აგებს საჭმელად კიდე ფეხოა და გვაქვს კიდე მზესუმზირა, მარილიანი ხირები და ფანტა. მოკლედ ესეთი პატარა ასე ვთქვათ სასახემსებელი ტკბილეული რაც ჩვენ გვიყვართ. ტკბილეული და არა მარტო. მივიდე კიდე ფული, ახლა იყო საშიფური და აი ეს მაგდონალდსის რეკლამაში ვარ. გრაბდები ყავი. ერთად 3 კილო შაქარი მივიდე, ამდენი არ დამჭირდება. 2.5 დავაყრი საკმარისი იქნება, იმიტომ რომ ამასაც ახლა გავასწავლო და საერთოდ ასე ვთქვათ, ტუჩკებზე რაღაცებიც იქნება. მე კიდე როგორც ნამდვილი მხატვარი ვიღებ უბრალოდ საღებავს და კიდევ ხატავს. აი ესეთ საღებავებს. შენი რაღაცები აჩვენე რა არებით გაკეთეს ახალწლად, ხო არ გვიჩვენებია? აი ესე ვაწვეთავ და მე აი ესე უნდა გადავუსვო. ეხა დღეს ირაკლის დაბადების დღე ქონდა კი არა აქვს და ნუ მოკლედ ვიდეო გადავიღეთ და ვცოქრობდით და წამეშალა ვიდეო ამის გავიგიშდი. ვიყიდეთ ტორტი, აგერ ესეთი ტორტინოში ძალიან გემრიელი ტორტინის ტორტი ვიყიდეთ, აი ესეთი მეგობრებო. შოკოლადის კაკაოიანი, არ ვიცი ზუსტად რა ქვია, აი ამას, მაგრამ ძალიან გემრიელია, კიდევ ერთხელ ვიმოვე. შევინახავ, აი ეხლა რა ვიცი, როგორ წამეშალა ვიდეო. მოკლედ. არადა წელიწადში ერთხელ გადავეცე და ვიდეო წამეშალა. აი ესე თუ შეიძლება ესეთი რამ. ეხლა მილენა გაჩვენებთ თავის საახალწლო ნამუშევრებს, ახალი წელი მოდის და ბავშვებს ჭკუა ეკეტებათ, ისე უნდათ ჯინგლ ბელსი, ასე ვთქვათ. მანამ მილენა გაჩვენებთ თავის ნამუშევრებს, მე ფეხოს გავრეცხავ და გავასუფთავებ. იმედია. ამილამ არ შემოიწყო. ხო, მიწი რა ჩვენი მანამდე, ოღონდ ახლოს მოიტანე, მე მანამდე არ მე ლოლიპოპსი ლოლ. დედამ გამიკეთა ნაუშნი მიკროფონი, ხო. აი ესეთი ლოლიპოპსი მე გავაკეთე. ძაფები კიდე აქვს, მაგრამ ამას მოუწვი. აი ესეთი ჯოხზეა. შემდეგი ასეთი ნაძვი ძაფით გაკეთებული და წებოთი მიმაგრებული. აი ესეთი თავის ბაბუა ერთი წუთი კამერა. აი ესეთი არა. გუნდა როგორ ქვია ამას ქართულად? სინიგავი რუსულად არის, თავის პაპა არ არის. თავის გუნდა ხალხად. და აი ესე იდება, აი ესე და შეგვიძლია აი ესე დავდოთ და ფეხები კიდია. ბევრი შოკოლადები უნდა ჩააწყოთ. კი, ან მანდარინები. აი თქვენი ტყვით რა მანდარინები ჩაეტავა და მანდარინები ერთი მანდარინი გვაქვს და ვაშლებს ჩავდებ მაგისმაგივრად და ეხა გეტყვით რამდენი ეტევა. აი 3 ცალი ჩანს, მაგრამ დევს 1, 2, 6 ცალი ჩავდე.
6-7 ცალი ეტევა მშვენივრად. და ვფიქრობ აია შემდეგ კიდე რა მაქვს? აუა ეს ხო ულამაზესი რაღაცაა მეგობრებო. ცხენის წელი მოგვიახლოვდება და ცხენი გავაკეთე. კი, ოგნინი ცხენის წელი. წითელი ცხენის წელი. აი ესეთი. აუ მეგობრებო, ეს რა სილამაზეა. აი ძალიან ლამაზია. ეს საჩუქარი შეიძლება აიღო და ცალკე დადო. გავაკეთე ეს საკვარლობა, გავაკეთე ცხელი წებო გამოვიყენე. ავიღე ყურის ჩხირები, მოვაცილე ბამბა და აი ესეთი კვადრატები გავაკეთე. 1 კვადრატი, 2 კვადრატი, 3 კვადრატი, 4 კვადრატი, 6 კვადრატი გავაკეთე. ეს 6 კვადრატი არა. აი ერთი ჩხირი ავიღე, მეორეს მივუწევ, მესამეს, მეოთხეს და მე ესე ჯოხებით ქვევით ჩავედი და კიდე ქვევით მივმაგრე და გამოვიდა აი ესეთი სილამაზე. ეს გირლიანდა ანუ ესე ვთქვა, ჩემი არ არის. კამილასია. ბრელოკი ქონდა და ანათებდა იასამნისფრად. მაგრამ ამოვიღა ეს გირლიანდა იქიდან და ანათებს ფერადად. იცით რატო ანათებდა იასამნისფრად? იასამნისფერი რეზინა იყო მაგაზე ჩასმული და ერთი გავხსნა. აი ესეთი ფერადი გირლიანდა დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი იქნება, რაც ყოფნის ამ საჩუქრის დასაფარად. აი ესე. ხო, აი ეს. და ანათებს მშვენივრად. იმიტომ რომ ეხა ძალიან ნამეტანიც ბევრი, ამას ეხა არ უნდა. არც მეტრა და არაფერი. აქვს სამი რეჟიმი სხვათა შორის, რაც კაია. დაიცადეთ, მოდი აი ესე დავიწყო და პირველი რეჟიმი ძალიან ჩარი, მეორე ცოტა უფრო ნელი, მესამე გაჩერებული. ყველაზე მეტად მიყვარს ან ძალიან ნელა რო ქრება, ან რა ქვია მაგას, ან გაჩერებული. არ მიყვარს სწრაფი, რადგან თვალი გეღლება მაგას რო უყურებ. კამილასი გაკეთებული გნომია თუ რა არის? What is this? გნომია ალბათ ხო? აი ეს ნაძვი. აი ესეთი ანგელოზი გოგო, არადა თავიდან ვიფიქრე რომ ბანტია. ბანტი. მაშინ აქაც ერთი ნადრეზე იქნებოდა. და აი ესეთი თოვლის პაპა. თოვლის ბუნდა, ვაცია. აიჯერ, ნელა, ამას არ მიედო. ხატა. ხო. შადე აიღე. მომიტრიალე კამერა გთხოვ. ეს იმიტომ რომ მე მოვხსენი დედა დაწყალდებოდა ძალიან. არა. ო? ეხლა მე გავასუფთავებ უცებ ამ ფეიხვეს და მერე უნდა გავატარო შაქართან ერთად. რა თქმა უნდა, ძველი ხორცის საკეპი მანქანა მაქვს და მაგით
მაგით გავატარებ, თორემ სხვა დანარჩენები მაინც ისეთი მოხერხებული არ არის, არც ეს ბლენდერები. ბლენდერით კი შეიძლება, მაგრამ მგონია ბლენდერში მაინც ცოტა ის იქნება. წვრილად კი არა და მსხლად გატარებული და მსხვილი არ მინდა. მინდა რომ წვრილი იყოს. საჭმელათაც გადავდებ ცოტა რბილებს. მე თვითონ ძალიან მიყვარს მე თვითონ ფეხო. სხვათა შორის და ბავშვებს ვერ შევაყვარე, თუმცა მე ვფიქრობ, მე რომ ყოფილიყავი ბავშვი, მეც არ მეყვარებოდა, ცოტა სპეციფიური გემო აქვს. ასე რომ ბავშვებს არ ვიცი რამდენად მოეწონება, ან მე რომ ყოფილიყავი ბავშვი, მოკლედ. მაქვს კიდევ ახლა გავრეცხა. დაიყო დედიკო. ვინ დამეხმარება გატარებაში? კამი დამეხმარები? კიდე რომ დამეხმარო, კაი. ეხა გავატარებ დედიკო და დავჯდეთ უყუროთ გემრიელად მულტფილმს ქვია მიგრაცია. ჩიტები მიფრინავენ თბილ ქვეყნებში და ძალიან სასაცილოა. რას ნიშნავს იცი ხო? ხო. ხო, და ძალიან სასაცილოა რა. ერთი პატარა ჩიტი მონაწილეობს და ძალიან სასაცილო რაღაცებს ამბობს. თითქმის ყველა ჩიტი მიფრინავს თბილ ქვეყნებში, ხო, მართალია. არა, ჩიტების გამო სხვა არა. აბა ვინ? ცხოველები, სხვა ცხოველები? ხო, მწერები არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრა მილენა. არის ერთი რომელსაც შევიდა 5,000 ეგ არ ვიცი დედა ვერ გეტყვი. ჰა? ესენი ხო ჩამოცვიდება სავარაუდოდ. მოკლედ უნდა გაჩვენოთ ახლა ჩვენი ჭერი. იმ დღეს მოვყევი მეზობელზე რომელმაც ჩამოგვრეცხა და შეიძლება სავარაუდოდ ბევრმა ვერ გაიგო. მოკლედ ან რა ვიცი, ან გამოტოვეთ იქნება ვიდეო, მოკლედ კიდევ ერთხელ გიყვებით მეგობრებო. მეზობელმა თქვა დიდი ლაპარაკის შემდეგ გამოიძახეთო ხელოსანიო და რა სიტყვის იქიდან გამომდინარე არ მინდა რომ მეზობლებთან ცუდი ურთიერთობა მქონდესო და სავარაუდოდ ესე მგონია გადაიხდეს. მერე ხო მინდაო სადმე ეზოში რო შემხვდებითო თვალებში რო შემოგხედოთო. კიდევ კარგი მასე მაინც ფიქრობს ზოგიერთი იტყო და ჩემი საქმეაო და არაფერს არ გადაიხდიდა. თითქოს იხდის. ჯერჯერობით ესე ვიცი და მერე რა იქნება, ნახოთ. მე დავკიდრა ამაზე ხო. მოკლედ ამის გარეცხვას მოურჩი. კიდე აგერ საჭმელათაც მაქვს, მაგრამ ამას მერე გავრეცხავ. თუ ეხლა გავრეცხობარემ. დედა როგორ ხმაურობს თქვენი გოჯუნა? წეღან მივედი მეთქი რამე ხო არ ჭირდა. უბრალოდ ხმაურობდა. მეთქი ხო არ შიან რაღაცა თქო და არა მგონია რომ შიოდეს. იმიტომ რომ საჭმელის უყრია. დღეს ბევრი თივა დაუყარე. მოდი ამასაც გავრეცხავ. თქვენ მანამდე დაგასტოპებთ და შემოგერდებით. აი ვინ მოიყვანა? აწიეზე მოდი. დედას არ მოხდა კიდევ მე მაინც და მაინც ჯერ ვერ მივეჩვიე, ხელს ვერ ვკიდებ, ცოტა ისე თამამად. კი ვკიდებ, როცა საჭიროა, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ ავიყვანო და მაინც და მაინც მოვეფერო. სიმართლე გითხრათ, სიმართლე გითხრათ, მაგისი ის არა მაქვს სურვილი, რომ
აი ავიყვანო და მოვეფერო. რაღაცა ჯერ ვერა. ვილედა შეუძლია ესე და ჯერ ვერა მაგდენი. სამსახურში ჯერ ვეწყობი. რაღაცეები მესმის, რაღაცეები ჯერჯერობით ბოლომდე არ მესმის, მაგრამ თითქოს არ ამიშავს ესე მგონია ერთობაში. ნახოთ აბა მერე რა გამომივა და როგორ გამომივა. ნუ 2 დღე ვიმუშავე, ყოველ დღე არ ვმუშაობ. სრული 2 სმენა ვიმუშავე. და სმენობით გვიხდიან რა ხელფას. ნახოთ, არ ვიცი ზუსტად ჯერ ბოლომდე დავრჩები თუ არა. დააჩნია სახლის საქმეებთანაც როგორ მოვერგები და რას როგორ მოვასწრებ, არა, გრაფიკი ჯერჯერობით მომწონს, იმიტომ რომ თითქოს და ითვალისწინებენ, რასაც ვეუბნები, რომ ესე მინდა, ესე არ მინდა, ითვალისწინებენ ჯერჯერობით. ხო დაიხობა, მე რა იქნება არ ვიცი. გააჩნია. დაუშვათ ჯერ ვერგები და მე რა იქნება. ეხლა უნდა გავატარო. მანქანა. ეხლა გავატარებ. მილენა ცოტა ადგილი უნდა მომცედე. მე რა ვიცი, $1,000,000-იანი ნახატი $1,000,000-იანი ნახატი გამოგივიდეს? გამოგივიდეს. გამოგივარ. თუ მოინდომე, ხუებს თუ გამოდის, შე რატო არ გამოგივა? რატო არ გინდა? შენი ნახატები რომ მუზეუმში იყოს არ გინდა? რატო? სახში გქონდა? სახშიც გექნება. იმდენი რომ საკმარისი იყოს. არ მინდა რომ ჩემ პოპულარულები. რატომ მეახტმე? ვიღაცას კი არ მიაქვს. შენი ნებართვის გარეშე ვერავინ არ წაიღებს. ანუ შენ თუ გინდა წაიღებენ, თუ არ მოგინდება არავინ არ წაიღებს. აი ამზე. ნახატი შეიძლება წაიღო? იმენა ლამოს. ნუ როგორც ასეთი მუზეუმში არა, ჯერ აუქციონზე მიაქვთ და იქიდან მერე ნახავენ. ანუ ექნება მოთხოვნილობა შენს ნახატებს თუ არა, მოთხოვნა. თუ იქნება ხალხი, ვინც იტყვის, რომ აი კარგად ხატავ და მოთხოვნა იქნება, მერე რა ვიცი, ვიმე კრიტიკოსები მოვლენ თუ რაც ქვიათ, არ ვიცი. და იტყვიან დაუშვათ ეს და ეს. კარგად ხატავს და აქვს კარგი მომავალი დაუშვათ. აი აქ ცოტა რგულებიც არის თუ გინდა იღო. აი ამებში ცოტა რგულებიც არის. ხო. რომელიც გინდა? ყველაფერი. სანამ სეზონი არ დამთავრდა, უკვე ისე მალე მთავრდება ხოლმე. ამის სეზონი შარშანაც ვერ მოვასწარით. ვერაფერი. და სანამ მეთქი სეზონი დამთავრდა, უცებ ვიყიდოთ, კიდე დღეს რო დავინახე, უცებ გამახსენდა, რომ უნდა გავაკეთოთ და ვეღარ ვასწრებთ უკვე ფაქტიურად. ამას ეჭმება? არ ვიცი. ამას ისეთი შიშით ვაჭამე ისიც. რა ქვია? გოგრაც ხაჭაკი ეწერა რომ შეიძლება, მაგრამ მაინც მეშინოდასავით. არა, რატო წერია რა. მეთქი ახალი ხილია რაღაცა, ასე ყურძენიც რომ მივეცი. მაინც რაღაცნაირად მეშინოდასავით. რატო წვალო? რატო? დააბლენდერე. ნუ და იქ მეთქი ცოტა ისეთი გამოვა, კამოჭკებით და კამოჭკებით არ მიყვარს. რა საკეთე?
უნდა გავატარო მე ულაბასავით არის. შაქართან ერთად ძალიან სასარგებლოა დედა. ასობენა ჩიყვისთვის. სარიელი იოდია ფაქტიურად. ძალიან სასარგებლოა. ნახე მილენა, აბა ინტერნეტში ეჭვება თუ არა ამას. რა ვნახო ხელი მასალას. ია, მიმა. ნახე რა მხელა. შეხედეთ რა მხელა ფეხოა. უში არ მეტევა. არა მგონია რომ ძალიან დიდი ხანი მოუნდა ამას. ეხლა უცებ გავატარებ და მე შაქართან შევაერთებ 1-1-ზე. ანუ 1 კილო ფეხო, 1 კილო შაქარი. ესე უნდა. დაჟე უფრო მეცაც უშვებიან, მაგრამ უფრო მეც არ ვუზავ. ამიტანია, ამდენი შაქარი რა ამბავია. ეგ არ არის. შაქარი არა. ეს შაქარი კარგია. რა? აი ყველაფერი. არ არის კარგი, გემრიელი არ არის შაქრით? გემრიელია. ფარტუქს ველოდები, ფარტუქი უნდა ჩამომივიდეს წინ საფარი რა. საიდან? ვალბერისიდან. და მანამდე აღარ ვიკეთებ იმ ჩემ ძველ წინ საფარს, იმიტომ რომ და ბევრი ხანი ელოდება. აღარ მომწონს. რაღაცა საყვარელი წარწერა აწერია, კუქინგი თუ რაღაცა. გიძრება? ო, დიდი. მე წეგრემიშურება და თან კიდე თემუსელობა. ესენი კიდე თემუსელოდებიან, მე ვალბერის ველოდები და ნუ მოკლედ. რა დახატე ბოლოს? აი ეგ რა არის ხატვა, ეგ მაიმუნობა უკვე. მილენა ამბობს, ყველაზე მაიმუნობები გაიყიდა ძალიან ძვირათო. შავი კვადრატიო და ასე შემდეგ. შენ შავი კვადრატში კიდე ორი ნახატია ის პანარა. იმალება? ხო. ერთია მე მეორე ზედა. და ასე რომ მილენამაც მაიმუნობა დახატა ეხლა კი არა, მართლა ძალიან იმაიმუნა ეხლა უბრალოდ. ეხლა ისედაც ხატვიდან მოვიდა. ფერები შერევა. და მონალიზა უნდა ხატა. მონალიზა და ხატა. დავინჩი. გამოემო. დავი. მგონი დავინჩის ნახატი არა? ყველაზე ძვირი ნახატი. თუ არ ვწდები დავინჩის ნახატია, შეიძლება ვწდები. მგონი 100 მილიარდი ღირს. არა, აი ესეთ ფულში რატო ყიდიან? ვინ იყიდის 100 მილიარდს? 100 მილიარდი არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ძალიან ძვირად იყიდება ბევრი ნამუშევარი. დედა, ის მუზეუმიდან შეიძლება იყიდო ისეთი. აი გავატარე, ჩემი ფეიხო. ეხლა უნდა დავამატოთ 2.5 კილო შაქარი. რა თქმა უნდა შევურიოთ თანდათან. მე კილებში შევინახავ ესე ცოცხლად და უბრალოდ მაცივარში შევინახავ. და მე ესე ერთი ჩაის კოვზით ყოველ დღე უნდა მიიღოთ და არის აი რა ვიცი სავსე ვიტამინებით. პირველ რიგში იოდია იმდენი უბრალოდ ვიტამინная ბომბა, ასე ვთქვათ. ჩვენი მეზობელი რაღაცას აკეთებს, გარეთ არ ვიცი რას აკეთებს. და როგორც ვიცი, მე მგონი რკინაც არის. ნუ იოდი რო არის, ეგ დარწმუნებული ვარ მაგაში. 2 კილო და ნახევარიც.
მე მგონი ეტევა მგონი მგონი ეტევა თქო დიდი ტაშკი არ ქონდა? მე მგონა მაგდენით იქნებოდა თლად რასეძებ ეს არაფერი არ მიყია წილეული იქ აღარ არის ჩხირები? აი ჩხირები გახსენე მაშინ ფეიხო ჭამე всё ეხლა ამას მოვურევ ცოტა ხანი 1-15 წუთი დავაცდი მანამდე გაჩვენებთ რო გაინტერესებდათ ჩვენი ჭერი რა მდგომარეობაშია გაჩვენებთ ახლა ამ დღეებში მოვიყვანთ ხელოსანს და ნახოთ აბა რა სიტყვის იმედია ძალიან დიდი ხნის ანუ ძალიან მალე გააკეთებს ასე ვთქვათ დიდი ხნის გასაკეთებელი არ იქნება არ მოუნდება ძალიან დიდი ხანი მოკლედ გადმოვიღე მეორე თაშშიც იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო და უკვე ვეღარ ვურევდი დაველოდები ხა სანამ შაქარი კარგად გაიხსნება და ჩავასხავ მე რეკილებში და უბრალოდ მოვათავსებ მაცივარში შეგიძლიათ რავი სტერილიზაცია გავუკეთოთ და ჩვეულებრივად შეინახოთ მე უბრალოდ ცოცხლად ვინახავ იმიტომ რომ ვიცი რომ მალე შეიჭმევა და მაცივარში ვინახავ ასე ვთქვათ მეც უბრალოდ მიყვარს ტკბილეულის მაგივრადაც ძალიან გემრიელია პირადად შემთთვის მოკლედ ეხლა გაჩვენებთ ჭერს იმედია მალე გაგვიკეთებენ 1 წუთი მოვატრიალო კამერა так სამზარეულო აი ასეთ მდგომარეობაშია ჭერი აი აქაც აი ეს მთელი ხაზი კიდე გამოვედით აი აქ ლუსტრასთან ტავის მიმდებარე შემდეგ აი ამ კუთხეშიც და თითქმის კიდევ აი ეს მთლიანი ზოლი აი აქაც უფრო ჩანს აი იქაც კუთხეში კიდე გაჩვენებთ ახლა Hello everybody აი აქედანაც ჩამოვიდა აი ამ კუთხეში ჩანს აგერ აქედანაც ძალიან მოდიოდა წყალი აი იქაც ჩამოიყარა აი ესე მოდიოდა მოკლედ აი ესე დაბლა აგერ ყველგან ჩანს ეს ლაქები კიდევ ну აი აქ რა თქმა უნდა ეს დერეფანში კიდე ყველაზე ძალიან დიდი ნიაღვარით მოდიოდა იმ აქედან ეს სულ ამოიბერა და აი ესე მოდიოდა ეხლა ეს ყოველ დღეს ნაწილაკები იყრება ესენი ესე ეს მაინც მთლიანად ჩამოცვივდება ესე იყრება ნაწილაკები და დილით ხდება აი აქ ბევრი ეს ნაწილაკები შრალი სულ გდია და ყრია და აქაც იყო მაგრამ ეხლა ლაქები კიდე ჩანს თუ არა არ ვიცი კი აი მაინც ჩანს ეს ბავშვების ოთახია აგერ იქ კუთხეში აგერ იქაც ჩანს აი იქამდე მაინც ვთქვათ ოთახის შუა ნაწილამდე წამოვიდა მაინც და რა თქმა უნდა ბებიების ოთახში ყველაზე ძალიან იქ არის ჭერი გაფუჭებული ყველაზე ძალიან და აი კიდე აბაზანის კარის ზემოთ და მეორე დღეს კიდე თვითონ აბაზანაში ჭერზე მოდიოდა წყალი
აი ამ კუთხეშიც იყო, მაგრამ მერე გაშრა, ეს ზალაში ჩიტების თავზე კუთხეშიც იყო და მერე გაშრა. აი იქაც, აი ხლაც გაშავებულია ეს შუა ნაწილი ზალაში, შუა ოთახში, აი ეს ემთლად და ჩვენს ოთახშიც კიდე აი შეხედეთ, აი ესე დარჩა. აი ესეთი ამბები მეგობრებო, რა ვიცი, იმედია გაკეთდება და გამოსწორდება ყველაფერი. ახლა კი გემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, ბევრი ლაიქები და კომენტარები, ხვალ აუცილებლად შეგხვდებით. მანამდე კი გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენ ძველ ვიდეოებსაც უყურეთ. ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გვაქვს და აუცილებლად გამოაწერინეთ თქვენს მეგობრებსაც. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, გვიყვარხართ. ბედნიერი უქმე დღეები. კარგად.